იარბაზი, იარაღის ბაზარი. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ მეგობრებო, არ გამწერებო კარგო ხალხო. გამარჯობათ. მოკლედ დღეს ბატონი დავითი გახდა 12 წლის და Airsoft არენამ ამ კარგმა ხალხმა ბატონ დავითს გაუკეთა სიურპრიზი დაპატიჟა სათამაშოდ. დამოუკიდებლად დღეს გილოცავთ. დღეს 26-ია, მაგრამ ამ ვიდეოს 26-ში ალბათ ვერ დავთო, ვერ მოვასწრე, დღეს გვიან მივართ, მაგრამ დამოუკიდებლად დღეს ყველას გილოცავთ. გაუმართოთ საქართველოს, გაგიმართოთ თქვენ და რა ვიცი, რა შელებოდეს ხალხი. ბატონი დავითი გახდა სერჟანტურად დაუმიზნე 12 წლის, ასე რომ აი Airsoft არენაზე ვართ მოსულები და ეძებმა კომპანია ბატონ დავითს აი კაცმა გამარჯობა გენაცვალე გამარჯობათ ჩვენ კომპანიის სახელი დავით ბატონ დავითს უნდა გარავცეთ Samsung-ის უსასმენელი საშუალოდ კომპანია ტექნომანია ყოველთვის ბატონი დავითის გვერდით იქნება მაგარი ხალხია რებს აკეთებს ტელეფონის აქსესუარები უსასმენები ტექნიკა წვრილი ტექნიკა ყველაფერი რაღაცას кейსები ბრონები და შნურები დამტენები ყველაფერი ანუ რა ტელეფონები შეეხება თქვენი როგორ მოგდე როგორ უნდა მოიწევთ ტექნომანია ქართულად ჩაწერენ ტექნომანია Facebook-ზე ხოდა კიდე რა უნდა მეთქვა ამ ვიდეოს აღწერაში ქვემოთ იდება ლინკი რო არ იწვავს მეც ვერ დავემახსოვრე ტექნომანია მაგას დააწვევით პირდაპირ შეგოთ ონლაინ მაღაზიაზე ხო როგორ კი ბატონო ვიყიდე რა გავუგზავნით ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით არის საკურეო კომპანია და ემსახურება მთელ საქართველოს ანუ თქვათ მე ქუთაისში ვიყიდე ქუთაისსა 3 დღე მოწოდების და ემატება ბული რამე საკურეო რო ნიც გააჩნია ზოგს ემატება ზოგს არა მაქსიმუმ 5 დღე ანუ ეგ გაითვალისწინეთ რა ხა შეიძლება შატილში იყოს იქაც მოგიტანე რა კი ნებისმიერ ოდა რავი რა მეც ხა დავინახე და იარაღის სული მეცასავით გადავწყვიტე მეც მივიღო მონაწილეობა და ვანომაც კი გარისკა გავიხსენებ ძუ რაღაცას ამას ნამდვილი პისტოლი ექშულობთ არ გააბრაზოთ არ გაამწავთ აი წარმომადგენელი გამარჯობა გაუმართოს გამარჯობა ხო აბა ძმაო ერთი გითხარი აქ ეხა თქვენთან რა ხდება და როგორ ხდება ეგ ამბავი მოკლედ ჩვენ ვართ Airsoft Arena ჩვენთან მიდის თამაში ორ გუნდს შორის რეალისტური იარაღებით და ასეთი ტიპის თამაშია. რამდენმა ადამიანმა შეიძლება ითამაშოს? მინიმუმ 4 მოთამაშე უნდა იყოს. რომ შედგეს თამაში. ყველაზე მეორე 20 მოთამაშე შეიძლება ესე ერთო. 10-ზე? 10-ზე, კი. მაგრამ მეტი მოთამაშის შემთხვევაში ტურნირებსაც ვატარებთ ხოლმე, ტურნირების შესაძლებლობა. ჩვენ ავარ 7, მაგრამ ახლა მე 1-2 უდრიგვარ, რა წამოდება შევდი შეგიდა ვნახოთ. ბატონო დავით, შენ შეწირავ იქნები? არ ვიცი, რა ვიყოთ და ვნახოთ. რა უნდა გაიყო? მამას რო უნდა ისო. მამის ყურე. აიქეთ მობრძანდით. აიცა რა. აი ეხლა ნახე. მეგობრებო, სანამ ჩვენ თამაშს გაჩვენებდით, მინდა აი ესეთი თამაში. გაჩვენოთ, ქართულად არის გაკეთებული ქართველების მიერ, ვისაც UFC-ს ბრძოლები უყვარს და მოკლედ აი ამაზე დარეგისტრირდით. და მოგეცემათ 100 ქულა, ნუ წესებს მე გაერკვევით, ფულზე არ არის თამაში. არის ძალიან მაგარი რაღაცა. მე მომწონს თვითონ დავდიოდი კრივზე 1-8 წელი და ნუ ჯეილობაში. აქ ქართველი მებრძოლებიც არიან, რეალურ დროში იბრძვიან. შეგნეთ ეს თქვენი 100 ქულა მაგაში დახარჯოთ, ვთქვათ, ვიღაცაზე დადოთ ფსონი და მე რაღაცა ის მოგეცემათ, რა ქვია, თვის ბოლოს, ვისაც მეორე ქულები დაუგროვდება, თვითონ რაღაცას გადმოგცემე. მებრძოლებიც აწესებენ ხოლმე იმებს, რაღაცა პრიზებს. ასე რომ წარმატებას გისურვებთ. ნახეთ აუცილებლად აი ეს თამაში და დარეგისტრირდით. ლინკი იდება აღწერაში. ეს არის ჩვენი სივრცე. ეხლა უნდა გაემზადოთ წესებს აგიხსნით. აი ხა დადექი სუყოლანი ერთი აი აქ. სუყოლანი ვიცავ თამაშობ შენც. მოდი, დადექი. რამდენი მოთამაშე ვართ? ვეცავ თამაშობ, ხო? ოპერატორიცა თამაშობ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. 4-4-ზე ვითამაშოთ. 4-4-ზე უნდა გაიგოთ. კაი. ეხლა უსაფრთხოების წესები და რაღაცა
კი ბატონო. ნუ ეხლა თავარი რაც არის უსაფრთხოებისთვის საერთოდში. პირველ რიგში თვალები და სახის არე უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. აქვს თლიანი ბადე ნიღბები, რომელიც თლიანად იცავს სახის არეს. ყველაფერი დაცულია სახის არეში, დანარჩენი ჟილეტი და ნუ რაც არის საჭირო ხელთათმანი, ხები. ხო, ну თუ ტყვი არ მოხდა, იტყვი რომ მოხდა. ტყვის მოხვედრის შემთხვევაში მოთამაშემ კი უნდა თქვას რომ მოხდა. უნდა აწიოს ხელი აწიოს და დაბრუნდეს თავის ბაზაზე. მე რაუნდის მიხედვით ნუ გააჩნია რა თამაშის სტილი არის. მაგასაც ну ეხლა პირობებზე მოვილაპარაკეთ. ეს თვითონ რანაირი ის არის, რა ქვია? ბადი არის რაღაცა? ტიმის დამცავი ბადი აქვს, მაგ შლემს. ესეთი რაღაცა. ეს მთლიანად დაცული არის. ო, თქვია რომ მოხდეს რაღაც არაფერი არ უნდა. სუნთქოს შესაძლებელია და ტყვიას არ გაატარებს და მთლიანად დაცული ხო, არის. ეს გინდა კეთებია გინდა რა. ეს ბადერო არის, ჰაერი პირდაპირ გამოდის, არაფერი არ გაგიუფრიანდებათ. შვენიერი. აჰა. ეს. და ზემოდან ამის ვიცმევთ? კი, ზემოდან გვაქვს ესეთი ჟილეტები. ან საჭიროების შემთხვევაში ხებებიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ. და რა თქმა უნდა ხელთათმანებიც. ხელთათმანები თითებში რო ტყვები არ მოხდეს, ხო? რა თქმა უნდა. ხელთათმანებს ესეთი ტიპი. შეგიძლიათ თქვენც მოიტანოთ ეხლა მაინც ამას თუ არ გინდათ ვიღაც ისა გაიგეთოთ, მაგრამ არც ეგ არ არის შეზღუდვა, შეგიძლიათ თქვენი აღჭურვილობით მოხვიდეთ. ითამაშოთ. კი ბატონო, მოდი ეხლა გავიყოთ. ეხლა გაიყავით, მე ჩაიცვით და როგორ უნდა გავიყოთ? როგორ უნდა გავიყოთ? არჩევანი არ არის. კაი, მინდი ამაჰე. კაი, მე ვიქნები არჩევანი. აიცა. კაი. დავწყოთ. ანუ არის ჩიფკე. მინს. კაი. შემოჩნდა. შენ ხო თამაშო? თამაშო, მე არ მირჩიე, ბიჭო, ნახე რა გინდა, მე არ მირჩიე. მე რავი ახლა შენ. მე რავი. მე შეგიში. ეს მოდი. მოდი ჩვენ კენ, მოდი შენ აქ ესე ჩვენ 4, ხო? თქვენ 3 და 1. მაიცით 1 უნდა ვაჩენო რა ეს. აი. დიდი ხნის შემდეგ ეს კაი თამაში მოგვიდის. ჩაგითრი ეს შენს 1. აჰა, აი ბატონო. მოგეთ გადაღებ, მოდი ახლა ავისხეთ ამ ამუნიციას და მე თამაში გადავიღოთ, ვნახოთ თვითონ როგორი შეგრძნებები გვექნება. მოგლეთ მეგობრებო რა. აი ესეთი რაღაცა არის. მე მეგონა რომ მეტი ბატონი დავითი ითამაშებდა, მაგრამ ისე მთხოვეს რომ მე უარი ვერ ავთქვი რა. ისე მე ვარ, რა ვიცი რა, არა თქვა რა. ამას გაფარებენ, მოკლედ შიგნით არის ესეთი გარემო, ნახეთ. ბევრი ოთახებია, იარაღი არის აი ესეთი. ხო და ჯავშან ჟილეტი რაშიც იდება, ეგეთი სქელი რაღაცა გაცვიათ. და ბევრი ოთახებია რა, შეიძლება დაიკარგო კიდევაც ნელაი არის რა, ანუ შეიძლება დაიკარგო კიდევაც, რა, ბევრი ოთახებია. კომპიუტერულ თამაშს აგავს რა, მოწყობა იქ შემოდი. მოკლედ საკმაოდ დიდი ფართობია რა, ანუ პატარა და რაღაც არ არის. იქით მხარესაც არის. ხოდა აქ არ ვიცი რა ხდება. არა, აქაც შეიძლება რაღაცა ჩასაფრება. და იქით მხარეს კიდე არის დიდი ფართობი. ასე რომ მე და ბატონი დავითი თავის კლასელებთან ერთად და 1-ს შევერკინები ჩემ გულთან ერთად, უბრალოდ მე ბატონი დავითი და ჩემი დიდი ბიჭი მონაწილეობს კიდე ირაკლი, იმანაერთია ბატონი ვანო და მოკლედ აეგრე ისქნათ, რა ქვია, მოწყოთ.
მოკლედ გამოვედით მაგარი დაღლილები მეც მივიღე მონაწილეობა ვანომაც და აბა სულ თქვენთან გამოხატ ჩემი შთან ბეჭდილება იყო ძალიან მაგარი გზნობა იყო აი თითქოს რაღაცა მისიაზე ხარ რაღაც თამაში ძალიან მაგარი იყო მოდით ხოლმე აქ რავი ანუ ტკინაული არის მაგრამ რავი რა ძალიან მაგარია რა მე მომიწვა დამღლელიც არის რომ მოხვიდე გასართობად გაერთობი რომ მოხვიდე გასართობად კარგად გაერთობი მაგრამ ტანში თუ არ მოვარტყი ისე ტკინეულია და შო აი ძალიან მაგარი იყო კარგად გავერთეთ და რავი რეკომენდაციას უწევ ამას ძალიან კაი არის ცოტა მტკივნეულის მაგრამ სახალისო არის ანუ ძალიან სახალისო იყო, ანუ გავერთეთ დამღალიცა და ანუ ცოტათი მტკივნეულია, მაგრამ ყველას ურჩევ აქ მოსვლას და ძალიან კაია. ჩემთვის გასართობი და საინტერესო იყო, ურჩევდი სხვებსაც რომ მოსულიყვნენ აქ და ძალიან კარგად გავერთეთ. მე მგონი ყველა. აბა ირაკლის დავალაპარაკოთ რა. ეს კომატი ისაფია. რავი, ძალიან კი ლეგიონერი ვარ მე. ძალიან კაი იყო. თუ გინდა ასეთი რაღაცა, რეალისტური იყოს და მეგობრებთან ერთად, რავი, ვფიქრობ რომ ძალიან კაი ადგილია, რომ მოხვიდე და რავი, მაგრა გაერთობი რა. ჩვენ ნამხლები შედიან. რავი, ანუ დიდი ხარ, პატარა ხარ, მოხუცი, დაბალი, მაღალი არ აქვს მაგათ მშველობა. რა დავარდილი არ უნდა იყოს ხა. ხო, ეხა ესე თუ დადიხარ ყავარჯით, მაშინ ნუ კი ბატონო, ხო შეიძლება რაღაცა ის იყოს, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან კაი გასართობი ის არის რა. სამჯერ ხომ მოკალი. სამჯერ მოკალი. ერთხელ ხო გაგიყოლე რა გინდა? ერთხელ გაგიყოლე. მოკლედ მეგობრებო. აი ესეთი მაგარი გასართობია რა. ბავშვებიც მოიყვანეთ, ყველა ვიხარიცეთ, გოგოიან, დიდიან, პატარებს ყველა. და რაღაც გამოცდილებების დაგიგროვდეოთ. ოღონდ პატარები არ მოიყვანთ. 11 წელზე დაბლა არ შემოუშვებენ. აი ყავდა ეს ბატონი სანდრიკა, მაგრამ დავებოღმა, მაგრამ ნუ ვერა რა, ეს არ შეიძლება. რაღაც ისეთია მართლამწარია რა, თუ ხდება და რაღაცა. გასაკუთრებით ფეხებში. აუტანელად არა, მაგრამ ნუ რაღაცა. გოგოებმა გაუძლეს. მოკლედ, აი ეს იყო. ერთად არენა და მოკლედ მეგობრებო, მოდით ნახეთ, ისიამოვნეთ, ამითი გამოგემშვიდობთ, კარგად გზადებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე. იარბაზი, იარაღის ბაზარი.